ერთი კვირით ადრე. იდეალურ მკვლელობაში მკვლელი არ არის. ის არ არსებობს. ეს როგორ? რამეში გაახვიეთ ისე რომ ვერავინ დაინახოს. ალი აქ არ ყოფილა. კამერებში ჩანაწერებიც დაშალეთ. ალი აქ არ ყოფილა. შენ ხომ შენი პირით თქვი? ალი აქ არასოდეს ყოფილა. იარაღი კი ჩემი არ არის. ალი სამი იარაღიდან ესვრე. დიდი სიამოვნებით. ეს ინსცენირებაა. შენს პერანგზე წითელი ლაქები გაჩნდება, როდესაც კენანის ოთახში შეხვალ მისი იარაღს აიღებ. ეიშან გაიგებს სად ინახავს იარაღს, არა? გავიგებ. ეს ჩემი იარაღია. რა თქმა უნდა, აბა საკუთარ თავს სხვისი იარაღით ხომ არ ესვრე? შენ მოწმეები არ გყავს, ეზელს კი ალიbi აქვს. სულ ეს არის. კენანი დაარწმუნა ეიშან. უთხარი რომ ქორწილის ცერემონიის ყურება ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელი იქნება. ეს საუკეთესო ალიbi იქნება. ყველა დაინახავს რომ შენ ქორწილში ხარ. აზრად არავის მოუვა რომ ეს შენი გაკეთებულია. არავინ არ დაიჯერებს. არავინ. მე მიცნობენ. დაიჯერებენ. ეიშან იმას ისეთ ტკივილს მიაყენებს, რომ სიკვდილი მოუნდება. ეს ადრეც გაგიკეთებია ეიშან. შეძლებ კიდევ ერთხელ ამის გაკეთებას. შეძლებ ეიშან. მომართლა სიკვდილის წინ წერილი იქნება საჭირო. ის ამ წერილს თავისი ხელით დაწერს. წერილი? ოდესმე ყვარებიათ ქალის იგიჟემდე. მე კი. რა კარგი დასასრული აქვს კენან. ყვარებიათ ისე რომ სუნთქვა შეგვრიათ. ამის გარეშე სიცოცხლეს ფასი არ აქვს. მე პირველად მიყვარს ასე. ეს გრძნობა ნამდვილი სიყვარულია. ეს მიტოვებული ადამიანი ყველას თვალწინ თავის ოთახში ჩაიკეტება. დაწერს წერილს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. შესანიშნავია. არა, ჯენგის. იდეალურია. ჩვენ მხოლოდ მისი თვითმკვლელობა კი არ გვინდა, ჩვენ კენანს წავართმევთ ყველაფერს, რაც გააჩნია. ეს როგორ? ქორწილი. ქორწილი დაგავიწყდა კენან. შენ ხომ ეიშანი მოიყვანეს როლად? ამიტომ რადგან შენ მემკვიდრე არ გყავს, ის რაც დღეს შენ გეკუთვნის, ხოლ ჩვენი გახდება. მხოლოდ ჩვენი. ამიტომ არა. ეიშან. ის რაც მან თქვა არ იყო სიმართლე. მე აქედან ვერ გავალ. მაშინ რაღაც ელოდები. მესროლე. გავთავისუფლდები ამ ტანჯვისგან. სიამოვნებით.
ახლა ხომ მიხვდი, როგორ მოკვდები? საკუთარ სავარძელში, შუბლზე მიდებული საკუთარი იარაღით. ყველაფერი დასრულდა. შენ თვითმკვლელობით დაამთავრებ სიცოცხლეს. მე და შენ ერთმანეთს არ გვავართ ეზო. შენ ბევრად უფრო სასტიკი ხარ ვიდრე მე. არა. ეს არ უნდა მოხდეს, ასე არ შეიძლება. აქ ბედნიერი დასასრული უნდა იყოს. არა. როგორ არა? არ მინდა სიკვდილი. არ მინდა. მიშველეთ, კარი გააღეთ. ყველაფერი დამთავრდა ძია. დამთავრდა. ახლა ბედნიერი ხარ? გმადლობ, ძმისშვილო. ოჩახ. შური ძიე? ეს შურის ძიება არ არის. ჩვენი გზები დიდი ხნის წინ გაიყო. ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა და ეს მონატრება არ გვასვენებდა. მაგრამ შენი წყალობით ჩვენ ისევ ერთად ვართ. შენი დახმარებით, ეზელ. ძმისშვილო, ხანდახან სიკვდილის შემდეგ მეგობრობა თავიდან იწყება. ხანდახან მონატრება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გადის. შენ ამ მონატრებას წერტილი დაუსვი და შენი წყალობით ჩვენ ისევ ერთად ვართ. დიდი მადლობა. შენ ყველაფერი სწორად გააკეთე.
ხანდახან მონატრება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ქრება. გამოგივიდა. Bitti mi? ყველაფერი დამთავრდა? Bitti bari. დამთავრდა ბადე. Artık Kenan კენანი აღარ არის? özgür bir თავისუფალი ხარ? bütün hayallerini ახლა ოცნებები აგიხდება ეზელ. mahallene შენ სახლში დაბრუნდები. Döneceğiz. ერთად დავბრუნდებით. ailene kavuşacak. შენ ისევ გეყოლება ოჯახი. Oğluna kavuşacak. შენ ისევ შვილი იქნები. ჩვენ ერთად ვიქნებით. შენ ყველაფერს აისრულებ, რაზეც ოცნებობდი. Hak ettiğin her şeyi. მიიღებ ყველაფერს, რასაც იმსახურებ, ყველაფერს ეზელ. Niye ısrarla? რატომ მეუბნები რომ ეგავაკეთებ? Ben ondan ჩვენ ერთად გავაკეთებთ ყველაფერს. Niye hazırladın? არ ხარ მზად? Oğlun nerede? სად არის შენი Onun ჩემოდანი? hayatını çalmışlar Ezel. შენ ცხოვრება მოყარეს ეზელ. მალე ყველაფერს დაიბრუნებ. Senin için. Kendini... მე შენ არ გიხარია? Ne oluyor? რა მოხდა? Bade. რა მოხდა ბადე? Bugün bana anlat. ყველაფერი რაც დღეს მითხარი ისეთი კარგი და სასიამოვნო იყო, მაგრამ Ama o შენ yani სოცნებებში ჩემი ადგილი არ არის. Varsın. რას ამბობ ბადე? sen öylesin. ამას შენ ამბობ ეზელ. შენ ვერ ხვდები, მაგრამ O yani შენ ცხოვრებაში არ ყოფილა ჩემი ადგილი. başka bir isim. ყოველთვის სხვა ქალი გიყვარდა. Ezel. ეზელ, Sen farkında ამას ვერ değilsin. ამჩნევ. Ama yeni bir არ hayat გინდა რომ başlamak ახალი ცხოვრება istemiyorsun. დაიწყო. Eski hayat. გინდა რომ ძველი ცხოვრება გააგრძელო იმ მომენტიდან, როდესაც ის გაჩერდა. Sen ne devam? მე მინდა რომ ის შენთან ერთად გავაგრძელო. მინდა რომ შენთან ვიყო ბედნიერი. მაშინ რატომ ხარ ასე? Her şey. ყველაფერი დასრულდა. კენანი აღარ არის. Neden mutlu? რატომ არ გიხარია ბოლოს და ბოლოს? Bak kendine. მოვიდა ის ნანატრი დასასრული, რომელსაც ამდენ ხანს ელოდი. Hayır kızmıyor. შეხედე საკუთარ თავს. Gerçekten არ ბრაზობ. üzülmüyor. მართლა არ მწყინს. Anlıyorum seni. გითხრა რატომ ხარ უბედური? Söyleyeyim mi neden? გინდა გითხრა. Söyleme. არ თქვა. Doğru değil. არ გინდა. Söyle. არაფერი თქვა. Doğru. მართალი ხარ. Değilsin ეს çünkü. თვითონაც კარგად იცი. Senin მე არ ვარ mutluluğun შენი ve ბედნიერი დასასრული. Senin ეიშანია შენი ბედნიერი დასასრული. sen farkında değilsin. საკუთარ თავს არ უწყდები, მაგრამ შენ გინდა რომ Onun რასაც რამდენიმე წლის წინ თქვენ ერთმანეთს დააპირდით. ის ახლა მაინც ახდეს. İstemiyorum. არ მინდა. İstemiyorum. არ მინდა. istemediğin şey. არ გინდა ეს აღიარო. არ გინდა თქვა რომ ის ქალი ისევ გიყვარს, მაგრამ სიყვარული ასეთია. Ama zaten მე შენთან öyle გავიდი. bir şeymiş ki. Ben de სიყვარული ასეთია და უნდა გაუშვა ის, aşk ვინც გიყვარს. birine koşulsuz teslim olmak demekmiş. Bade. ბადე, Gitme. არ წახვიდე. Ben bir yere მე არსად მივდივარ. gitmesem. შენ მიდიხარ.
თუ გინდა ბედნიერი დასასრული ჩემთან არ მოხვიდა ესა ამის არ უნდა გრცხვენოდეს თუ გინდა ბედნიერი დასასრული აქ აღარ მოხვიდე ეიშანთან წადი ერთი მსხვერპლი და 4 მკვლელი. პირველი მკვლელი მოკლული ადამიანის მდიდარი ქვრივია. მისი შურთ და ყველაზე მეტად ვერ იტანენ. მეორე მკვლელი გარდაცვლილის მარჯვენა ხელია. მისგან შორს იჭერენ თავს და ყველაზე ნაკლებად ენდობიან. მესამე მკვლელი ის ადამიანია, რომელმაც საცხრით თითი გამოჰკრა. მას ყველაზე კარგად იცნობენ და ეშინიათ მისი. მეოთხე მკვლელი ის არ მოვა. კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ. ის არ მოვა იშან. შენ ელაპარაკე ალი რა გითხრა სად არის იმ დღის შემდეგ არ მინახავს მან ყველაზე კარგი რაღაც გააკეთა შური იძია და წავიდა ჩვენ დავრჩით კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ 14 წელი არ იყო საკმარისი საკმარისი იყო. სად იყავი ძმაო, გეძებდით? ეშან. მემკვიდრეობასთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ არის? ქონება უნდა გავანაწილოთ. ნახევარი ჯენგის უნდა მისცა. ვინმე წინააღმდეგია? არა, როგორც დავპირდი. ალი. კენანის სიკვდილის შემდეგ ხალხი შეგრებენ? არის ვინმე, ვისაც არ უნდა შენთან მუშაობა? ამაზე მუშაობ. ჯენგიზის კაზინოში გაგზავნე ვინმე. უსაფრთხოების საკითხები განიხილონ. გასაგებია. ჩვენ კაცი მოვკალით. 4-ვე. თურქეთში ყველაზე გავლენიანი ადამიანი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად. მისი სისხლით ჩვენ წავშალეთ ის, რაც ჩვენ შორის იყო.
ახლა ჩვენ გავსურდით. გასაგებია? გასაგებია? ამ დღის შემდეგ გასარკვევი აღარაფერია. არავინ აღარავის ჩაუსაფრდება და სისხლი აღარ დაიყურება ალე. გასაგებია? ჩვენ მეგობრები დავასაფლავეთ და სისხლით მათ ვეღარ დავაბრუნებთ. გესმის ალე? Yasan? შენ? Ezel'in bizde olan... ჩემი და ეზელის ურთიერთობები გარკვეულია. Bitti mi? ბოლოს და ბოლოს ჩვენთან ანგარიში გაასწორე ეზელ. მე ეზელი არა ვარ. დღეიდან ეზელი აღარ არსებობს. მე ომერი ვარ. ომერი. შენ შეკითხვას ვუპასუხებ. ყველაფერი დამთავრდა. თქვენთან გავსწორდი. Hepimizle mi? ყველასთან? ყველასთან. Güle güle. შვიდობით ეზელ. ომერ. ესეთი მკაცრი იყავი. არ გინდოდა მათ გაეგოთ, მაგრამ მე მივხვდი. როგორ მოვიქცე? როგორც მოვილაპარაკეთ, საღამოს შევხვდეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი. სად გინდა რომ იცხოვრო ომერ? ნუ თუ მართლა დამთავრდა ყველაფერი. ომერ. Bitti mi gerçekten? Geliyor musun? მოხვალ ჩემთან. ახლა შეგვიძლია ერთად ყოფნა. ეიშან. ომერ. რაღაც უნდა გითხრა. როცა ვთქვი, ყველაფერი დასრულდა მეთქი. ომერის შენ და მის სიყვარულიც ვიგულისხმე. სიყვარული აღარ არსებობს. მე შენ აღარ მიყვარხარ. გესმის? აღარ მიყვარხარ. მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით. შენ ხომ დამპირდი. მომატყუე. შეგნებულად მომატყუე. სხვაგვარად არ დამთანხმდებოდი. ან შეიძლება დათანხმებულიყავი კიდეც. აღარ გიყვარ ვარ. არა. არ მჯერა შენი. არ მჯერა. შენ ჯერ კიდევ გიყვარ ვარ. მეოთხე მკვლელი, ჭკვიანი და შეუბრალებელი დაემშვიდობა თავის წარსულს. დაემშვიდობა ერთხელ და სამუდამოდ. რაც შენ ვერ დაასრულე, მე დავამთავრე ომერ. იმიტომ რომ მე არ ჩამიდენია ის შეცდომები, რაც შენ დაუშვი. ჩვენ გარდა აქ არავინ არის და სიმართლე მინდა გითხრა. შენ ვერ გაგანადგურა ვერც ხალატმა, ვერც ციხემ, ვერც შურისძიებამ და ვერც ცეცხლმა. შენ ეიშანის სიყვარულმა მოგიღო ბოლო. ამიტომაც გჭირდებოდი არა? მე უნდა დამესრულებინა ეს ყველაფერი.
მე დავამთავრე. მე ის გავაკეთე, რასაც შენ არასოდეს იზამდი. ჩვენ ორივე ვიცით. ეიშანის სიყვარული დამარცხებას ნიშნავს. ამაზე მეტად დაცემა შეუძლებელია. აღარასოდეს იყვირებ რატომ? რატომ მოგივიდა ეს? შენ გინდოდა, რომ მე ეს გამეკეთებინა და მე ეს შევძერე. მიდი ომერ, გამოდი. ჩემი საქმე დავასრულე. მე მოვჭი. შენ აღარ შეიყვარებ ეიშანს, მორჩა. როგორ ომერ? როგორ დაბრუნდები? როგორ? რატომ ვერ ვგრძნობ? რატომ ვერ ვიხსენებ საკუთარ თავს? გამოდი. ყველაფერი დამთავრდა, გამოდი. გამოდი მეთქი. მე საკუთარი თავის დაბრუნება მინდა. გამოდი. 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 ვისროდი, კლავდი, შურს ვიძიებდი, მე ყველაფერი გავაკეთე და აღარ მინდა ის ადამიანი ვიყო. საკმარისია, მინდა ომერი ვიყო. მინდა ომერი ვიყო. ყველაზე რთული საქმე დღეს გავაკეთე, ძმაუალე. მივხვდი, მეგობარო. მე ეიშანი მივატოვე, ძმაო. ის ვერაფერს ვეღარ დაუშავებს ომერს. რა თქმა უნდა. სახლში მინდა დაბრუნება. მაგრამ ეს კაცი ჩემში ჩასახლდა. აღარ მინდა ეზელი ვიყო. ის უგულო, საშინელი ადამიანი. კარგი, გეყოფა ომერ. თუ არაფერი აღარ დარჩა. იქნებ ომერი აღარ არსებობს. ზამოდი ძმაო. ზამოდი. ერთად ვიპოვოთ ომერი. ვილაპარაკოთ. მინდა ჯანთან მოსვლის დღეებზე შევთანხმდეთ. მინდა სკოლაში მევატარო. ყოველთვის. შენ ალბათ ავეჯის გადაადგილებაზე ფიქრობ.
Ben de bir iki fikir var. გინდა იდეა მოგაწოდო. Öncelikle პირველ რიგში evdeki bütün mobilya მთელი ავეჯი უნდა შეცვალო. ya da her სახე უფრო ლამაზი იქნება. daha güzel. ყველაფერი შეცვალე. Şuraya da ახალი Gel იყიდე. böyle. Gel. აი აქ, მოდი, ჯენგიზ, Gel. მოდი. ჯენგიზ გეყოფა. მომისმინე. აი იქ, როგორი იქნება? Şurası. Nasıl? აუზი. არა, Yeni ev yeni. ახალი სახლი, ახალი ცხოვრება. Bakmadım bile. უბრალოდ წარმოიდგინე. Hayır değil. გითხარი არა მეთქი, გაჩუმდი. Var benim bir მე hayatım. უკვე მაქვს ცხოვრება და ახალი არ მჭირდება. Ha. Ömer'le. ომერთან ერთად არა. Ömer diye. ადამიანის სახელად ომერი აღარ არსებობს ეიშან. არსებობს. Eyşan'ın. ომერი, რომელსაც ეიშანი უყვარს, არსებობს. Ömer öldü. ომერი მოკვდა. Sen öldün. შენის მოკალი, მე მოვკალი. ეზელმა მოკლა ომერი. Biri yok eşya. ომერი აღარ არსებობს ეიშან. Seni sevmediğini მე söyledi. გავიგონე ყველაფერი. Sen de onu. გითხრა აღარ მიყვარხარო. Koskoca malikane. დაივიწყე ეიშან, უამრავი ფული გაქვს, უზარმაზარი სახლი, გაერთე და დატკბის ცხოვრებით. Kabul et. შეგვე. შეგვე ამას. Ne bu? ეს რა არის? Hiçbir zaman შენ ჩვენი არასოდეს გესმოდა. ეს სახლი შენი იყოს. მე ომერის მოსაძებნად მივდივარ. მე მგონი მომიხდება. ძალიან ლამაზია. 3 სანტიმეტრი თუ დავამოკლებთ, კარგად მექნება. შეგიძლია ნახევრამდე გადაჭრა. კარგი რა. მე შენზე გრძელი ფეხები მაქვს. ეიშანე. Nasıl? აბა როგორია? Komik oldu. სასაცილო ვარ არა? Yok. არა, რატომ? Al bakalım. ეს გამომართვი. Tamam. კარგი. Sen tut. ახლა შენ. Ömer gel. ომერი ჭვიანი იყო. ამის თქმა გინდა? Yok bu olsun. არა მეგობარო, მე იმის თქმა მინდა რომ ჯერ ეზელი უნდა დაივიწყო. Neyine gıcık? ალი სტილში უნდა გააკეთო ეს. დაამტვრე ყველაფერი, რაც გაღიზიანებს, რაც მას გახსენებს. Ya Ali. ალი, აღმოჩნდა რომ შენ ფსიქოლოგი ხარ. Psikoloğu gibi oldun ha. მიდი, Sen yap. მიდი შენ, მე გიყურებ. Olur. კარგი? კარგი? Sanat sever. მაგალითად ეს Bilmiş ezel. ხელოვნების მოყვარული ეზელი მოვაშოროთ. Birkaç yüz bin. რამდენიმე ათასი ღირს. Ya vuruyormuş gibi yapsak daha iyi olacak. იქნებ უბრალოდ შევინახოთ ეს ნივთი და ვითომ მოვიცილეთ ძმაო ალი. ოღონდ ეს არა. Okumuş. ნაკითხი და ნიჭიერი ეზელი არა? Yollayalım. მოვიშოროთ. არა, არა, ალი. Tamam abi. ღმერთო. Tamam abi. ალი გაჩერდი. კარგი, გეყოფა, მე თვითონ გავაგრძელებ. Tamam sen yok. კარგი, დამშვიდი. Ben yaparım. მე თვითონ. კარგი. Ha. Yastık. ბალიში. Uyuyan ezel. ეზელს ედო თავი. როცა ეძინა. აი შენ. Şuraya bak şuraya. უგან გაიხედა. ხედავ. Ezel'in ეზელის ცნობილი კომპიუტერი. her şey orada. ყველაფერი იქ არის, არა? Senin bütün planlar. ყველა ის გეგმა და სია, რომელსაც ეზელი ამდენი წელი აგროვებდა. Nasıl? აბა როგორია? Herkesin იცი აქ ყველაფერია.
აქ ყველა თქვენგანზეა ინფორმაცია. რამდენ სასმელს ვამსაალი, რას ყიდულობს ჯენგიზი, რომელ საათზე გადის ეიშანის სახლიდან. დიდხანს საწოლში ვერ ვიძინებდი. აქ ვიცექი. უძილობამ ტანჯავდა. ჭერში ეყურებდი. კბილებს ვაღჭიალებდი. ასე იყო ყოველღამე. მოთამაშე ეზელი. ეზელი ყველაფერს კითხულობდა. ეზელი გეგმავდა. ყველაფერს თვლიდა. ეზელი, რომელიც არავის ენდობოდა. ეზელი, რომელიც ყველაში მოღალატეს ხედავდა. ეზელი, რომელიც ყველას იყენებდა. ეზელი არ შეიძლება იყოს ბედნიერი. ეზელს არ უნდა უყვარდეს. ეს სახე. ჟანდაბა, ეს საშინელი სახე. სად ხარ? სად ხარ? დაბრუნდი. სად ხარ? ვიცი სად უნდა წახვიდე. იქ სადაც ყველა ადრინდელ ომერს ხედავდა. არის რაღაც რისი მოყოლაც მინდა. İzin verirsen. ის რაც შენ გეხება არ მაინტერესებს. მალე წავალ. ის ალის დაურეკავს. გთხოვ, უკვე რეკავს. ასეთ გთხოვ, მხოლოდ 2 წუთი. გუქან, არ დარეკო. ალი არ არის საჭირო. თვითონ მოვაგვარებ. ეს უკანასკნელი შანსია ჩემთვის და უმერისთვის. ყველაფერი დამთავრდა. დრო მოვიდა. ახლა უკვე დროა. ვერ პოულობ გამერბის. ამისთვის მოხვედი? მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს? იმიტომ რომ დამეხმარო. გამიგო როგორც გალს. როგორ უნდა გაგიგო? მე არ გამიგზავნია საყვარელი ადამიანი ციხეში. რა გააკეთა საყვარელმა ადამიანმა? შემომთავაზა გული და სიყვარული და მერე სახლიდან გამაგდო. დამართვა ფული, სახლი, ყველაფერი. მითხრა რომ ვუყვარდი და ერთად ვიქნებოდით მერე თავისი მტერი მომაკლევინა. მერე კი მითხრა რომ მომატყუა აღარ ვუყვარვარ. ჩაჯდა მანქანაში და მიმატოვა. მაშინ შენს დაივიწყე. თუ გითხრა რომ აღარ უყვარ ხარ დაივიწყე. ვუყვარვარ. შენ მისთვის მხოლოდ უბედურება მოგაქვს. ამის შესახებ ყველა მიცის ეიშან. არავის არ ჯერა. და არც არასოდეს ჯეროდათ. შენ მაინც დამიჯერე.
მითხარი სად არის? მასთან დალაპარაკება მინდა. ყველაფერი დამთავრდა. თუ ახლა წავა, აზად გთხოვ დამეხმარე. მეც გეტყვი რაღაცას, რაც შენ არ იცი. იტირე რამდენიც გინდა. შენი ცნებლების არ მჯერა. კარგად ვიცნობ შენნაირ ქალებს. შენი პრობლემა ომერი სულაც არ არის. მე ის მიყვარს. ამდენი რაღაც მოხდა და შენ ისევ გიყვარს? ტყუილია. შენ გზას ეძებ, რომ მას კიდევ დაუშაო რამე. ტყუილია. რამდენი გააკეთა ჩემ გამო. აი როგორ ვუყვარ ვარ. როგორი ლამაზი ვარ, ყველაზე კარგი. ასე ფიქრობ, არა? არა. ჩემთან მოხვედი როგორც ქალი ქალთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე შენთვის გამეგო. გეგონა შემებრალებოდი და გეტყოდი სად არის სეზელი. შენ ჭკვიანი ხარ, მე კი სულელი. და იფიქრე, რომ შენი ცრემლებით მოვტყუდებოდი? არ გაბედო. არ გაბედო ჩემი შეცოდება. თუ ვინმეა შესაძოდი ასეთები თქვენ ხართ. ისინი, ვისაც არ გჯერათ, რომ მე და ომერს გვიყვარს ერთმანეთი. ის, ვისაც ეშინია, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით. თუ თვალებს გაახელთ და კარგად დაინახავთ, მიხვდებით, რომ თქვენ არც ესეთი ძლიერი სიყვარული გაქვთ. ყოვლის შემძლე. მე და ომერს კი ასე გვიყვარს ერთმანეთი. ჩვენ ყველასგან განსხვავდებით. ჩვენ თუ ფიც დავდებთ, შემდეგ დავარღვევთ, შემდეგ ისევ შევხვდებით, ისევ დავშორდებით. ადამიანის მოკლაც კი თუ საჭირო გახდება ყველაფრის მიუხედავად. ჩვენ მაინც გვიყვარს ერთმანეთი. გვიყვარს სიკვდილამდე. თუ არ გინდა დახმარება არ დამეხმარო. ვიტირებ მუხლებზე დავდგები. ყველა შევევედრები, არაფრის არ შემრცხება. იმიტომ რომ მე მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ მისი გულისთვის. და თუ შენ არ გესმის ჩემი, ესე იგი შენ არასოდეს განგიცდია ეს გრძნობა. ჩემი შეცოდება საჭირო არ არის აზად. ჯობია საკუთარი თავი შეიცოდო. მომთას. წამოდი, წვნიანი გაცივდება. ღობე შევაკეთებ და ახლა ვემოვალ. ხან ღობე, ხან კარი, ხან რას პოულობ, ხან რას. სახლის სახელოსნოდ გადააქციე. უსაქმო ჯდომა არ შემიძლია. მამა მართალია. ღობე მართლაც შესაკეთებელია. თუ გინდა ახალი ვიყიდოთ, მამა. ხვალ მე თვითონ გავაკეთებ. ერთად გავაკეთოთ დილიდან. მე მგონი წვნიანი სუნი მცემს. დედა, შენ მომზადე? კათმის წვნიანია. გემრიელი ჩანს? მიირთვი, მამა. მამა, აქვე ახლოს ბიძია საბრის სახლია. ისინი გადავიდნენ, მაგრამ სახლი ისევ მათ ეკუთვნით. ძალიან დიდია, მამა. რამდენი ოთახია? არ ვიცი, მაგრამ დიდი სახლია. ვიფიქრე, თუ იქ არავინ ცხოვრობს? ხომ არ მომაქირავებდნენ? თქვენთანაც ახლოს ვიქნებოდი. პირველ სართულს მოვაწესრიგებ და იქნებ ცოტა ხანში ანტიკვარიატის მაღაზიაც გავხსნათ. მყიდველებს ხის ნაკეთობებს შევთავაზებთ, პატარა კოლექცია ისევ მაქვს. კარგი. დრო და მოთხოვნა შეიცვალა, ახლა ყველა დაინტერესებულია ძველი ნივთებით. გავხსნათ? ო, მამა, გავხსნათ. ორი ოთახი თქვენი იქნება. რამდენ ხანსაც გინდათ, ჩემთან დარჩი. ზაფხულში მე წავალ ხოლმე ცოტა ხნით. დედასთვის დამხმარეს ავიყვანთ. უკვე სჭირდება. დედა რა სიტყვა? არ გინდა? არ გინდა რომ ომერი თქვენთან ახლოს გადმოვიდეს?
მელიხა. ომერ. ხო, დედა. შენ დაბრუნდი? დაუბრუნდი, დედა. როდის წახვალ ისევ? არასოდეს, დედა. მართლა? მელიხა, შულს დაველაპარაკები. ომერ. დედა. პირდაპირ რომ აღარ წახვალ. პირდები, დედა. აღარასოდეს არ წავა. ჩემო ბიჭო. შუია. გესმის მომთას, ის აღარ წავა. შენთვის რაღაც საჩუქარი მაქვს. სპეციალურად შენთვის გავაკეთე დღეს. ახლა მე მოვიტან. მელიხა, მოიცადე. მამა, შვილო. არ ვიცი მიხაროდეს თუ არა. არ ვიცი ჩემი შვილი მოკვდა თუ ცოცხალია, დაბნეული ვარ. მართალი ხარ, მამა. წარსულს ვერ შევცვლი, მაგრამ მომავლის შეცვლა შემიძლია. შვილო, შენ არ გესმის, დედა შენი. ვიცი, მამა, ჯერ მომისმინეთ, ხო? გვირდებით, რომ დღეიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. იმიტომ, რომ ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა. მიხარია შენი ამბავი, ომერ, მაგრამ დედა შენი. დედას გამო არ გიხარია, მამა? ბოლოს და ბოლოს მოეფერა თავი შვილს. შენ არ გესმის, ომერ. ყოველ ჯერზე, როცა მიდიხარ. გააგრძელე, მამა. ყოველთვის, როცა მივდივარ, რაღაც ცუდი ხდება. ყოველთვის, როდესაც აქ მოვდივარ, ვიღაც კვდება. მითხარე, მამა, ნუ იკავებ თავს. ყოველთვის, როდესაც შენ მოდიხარ. დედა ცუდად ხდება. შენ მას ტანჯვას აყენებ, შვილო. როგორ შეგიძლია ეს მითხრა, მამა? მომდას. აქ ვართ, მელიხა. აი მოვიტანე. აბა როგორია? სად არის შარფი? სად არის შარფი, რომელიც ჩემ შვილს მოუგზოვე? წამოდი ზირფას. მე მისთვის შარფს ვხსოვდი. მეგონა მოვიდოდ. არ მოვა არა მომთას. მითხარი არ მოვა. მითხარი მომთას. როცა ჩუმათხარ უფრო ვბრაზდები, ჩვენი ბიჭი ციხეში მოკვდა. მოკვდა არა მომთას. ო მელიხა. ჩვენი შვილი ციხეში მოკვდა. წადი, მეც ახლავე მოვა.
რა შირს დედას? ის ასეთი ხდება ყოველთვის, როდესაც შენ მიდიხარ. ექიმებს ვაჩვენოთ და მას არა ომერ. ეშინია. ყოველთვის, როდესაც მოდიხარ, ეშინია რომ ისევ წახვალ და ასე ხდება ხოლმე. შემოგვხედე ეზა. ჩვენ დავბერდით. რამდენხან შეიძლება ადამიანმა ეს ტკივილი ატაროს? მას არ უნდა რომ ეს ყველაფერი თავიდან გადაიტანოს. რა უთხრა დედას? უთხრა რომ შენ მოკვდი? როგორ მოვიქცი? შენ გჯერა? ისე გააკეთე, რომ ჩვენც დაგვაჯერო. ეს ჩემი შვილია? ეს ომერია? ჩემ წინ რომ ზის? საჭირო არ არის დაპირებები და გეგმების დაწყობა. საჭირო არ არის სახლის ყიდვა და საქმის დაწყება. ჩვენ ეს ყველაფერი ისედაც ვიცით. ომერი რომ დაბრუნდეს, ის ამას ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ ეს ვიცით. აღარ არის საჭირო ამდენი დაპირება ეზა. ომერი იპოვე და აქ მოიყვანე. ეს ჩვენთვის საკმარისი იქნება. ეს გააკეთე. ეზელს შეეშინდა. თუ ომერი ოჯახთან ერთად არ არის, მაშინ სად არის? სად წავიდა? სათხარ ომერ. სათხარ, მე შენ გიპოვე. ჯანი მოვიყვანე და წასვლას ვაპირებდი. მე წავედი. კარგად ხარ? არა. ეზელი ვერ იპოვე? ვერა. რა მოხდება რომ ვერ იპოვა? არ ვიცი. ნუ თუ მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგაა. ნუ თუ ასე ცუდია ჩემთან ყოფნა. შენთან ყოფნა ყველაზე კარგია იშან. დამშვიდე. ყველაფერი კარგადაა. მე აქ ვარ. კაცი მოვიდა, რომლის ნახვაც გინდოდათ ბატონო ჯენგიზ. თქვენ მოასილეთ? დიახ, როგორც მითხარით. რა ქვია? თქვა რომ ნურია ქვია. ნურია, გამარჯობა. ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს. ის ვისაც არ იცნობ, დიდხანს ვერ ცოცხლობს. ვითამაშოთ? რუიანი ყვავი. ძმალი მთხოვა რომ მე ვაკონტროლო შენი ბიზნესი, მაგრამ პირობები უნდა შევათანხმოთ და ამიტომაც ვარ აქ. თანახმა ვარ. ეს როგორ? როგორი პირობაც არ უნდა იყოს. მე თანახმა ვარ. შენ შესახებ ბევრი გამიგია, შენთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. 6-იანი გული. ალი მითხრა რომ რთული ადამიანი ხარ და ხალხს ბევრს ამუშავებ. ეს ალი მარწუხია. ჩვენ ერთი რაიონიდან ვართ. ის ჩემს მანქანებს უვლიდა. ხელოსანი იყო?
ეს საქმეები ცუდად მისდიოდა. ჩემთან დახმარების სათხოვნელად მოვიდა. ალბათ გეცოდინება მე სასტუმრო მქონდა კვიპროსზე და იმ სასტუმროში დაცვის უფროსად დავაწყებინე მუშაობა. შენი ხელქვეითი იყო? ნუ, ალი უცნაური კაცია. ფეთქებადი ხასიათი აქვს ერთ დღესაც. მივიხედე და მივხვდი რომ მის გამო კლიენტები აღარ მყავდა. რა უნდა მექნა? არაფერი არ გამოვიდა და გავაგდე. ჩვენ საქმეში ნერვებმა არ უნდა გემთხვანოს. მესმის და მეც ქუჩაში გავლა ურჩია. უთხარი რომ ჯობდა ქუჩაში ეჩხუბა. ცოტა ტვინსაც თუ დაატანდა საქმეს, ფულსაც იშოვიდა. თუ ფულს იშოვი, შენი ხალხიც იშოვის და ყველა კმაყოფილი დარჩება. ესე. მაგრამ რაც შეეხება ინტელექტს, რა თქმა უნდა, ეზელი ბევრად უფრო საიმედო კაცია. ეზელი სხვა საქმეა. დუზი ყვავი. ეზელი ძიამ გაზარდა. გასაპირებთ, როგორ იქნებით ახლა, როდესაც ეზელი აღარ არის თქვენთან? რა თქვი? თქვენთვის არ უთქვამთ? ეს მახინჯები. არ ახმაურებენ, რომ ამბავი არ გავიდეს. ეზელი წავიდა, ის საქმეში აღარ არის. შეუძლებელია. ეს სიმართლიანური. ყველაფერი ხელოსანალის დარჩა. რა უშავს, სხვა დროს გაგიმართლებს. ჯენგის რაც შეეხება, რა ხდება? ამას ასე ვერ დავტოვებო მე. შენ თქვი რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მე ვერ დავამთავრებ. ახლა რაც მოვალე. ბავს მე დავიჯერ. მისი უკვე მესმის. დილით ეიშანი იყო მოსული. სად? აქ. ეზელს ეძებდა. ეს რა გვაკლდა? დეპო სად იყო? თელში გეჭირა? სერიოზულად გეკითხები? არა. სანამ გონზი არ მოვა, მათგან თავს ვერ დავახცევთ. ხო. პირველად ველაპარაკე. გონი მართლა უყვარს ეზელი. არ გაბედო. არ გაბედო. არაფერი უთხრა. ეგ აღარ გაიმეორო. ეზელი ისედაც ცუდად არის. ეგ რომ გაიგოს. არ გაბედო აზად. ისინი ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოდგამენ, გასაგებია. თქვენთან სტუმარია ბატონო. აქ დარჩი, მე გავალ. ღმერთი იყო შენი მფარველი ალი. მადლობთ. შენ მაგარი აღმოჩნდი, ალი მარწუხო. რა ხდება მეგობრებო? მოსალოცად არ მოსულან, არა? ისინი ალის ჩასაძირად მოვიდნენ. დაელაპარაკოს მათ. ეზელი სად არის? ცოტა ხნის წინ ხმა გავარდა, ამიტომაც გეკითხება. ჩვენ ვუთხარით რომ ეს შეუძლებელია, ვუთხარით რომ ძმა ალი ამის შესახებ აუცილებლად გვეტყოდა. რისი გაგება კიდათ? სად არის ეზელი?
არ არის. გადაწყვიტა სოფლის მეურნეობას მიჰყოს ხელი. რა გინდათ ეზელისგან? თქვენ მე მომურჩილებით. სწორედ ეს არის პრობლემა. რა პრობლემაა? ალი. რამდენ კაზინოს კურირებთ? ბევრს. 43-ს. ვინ არიან ჩვენი მეგობარი მოსამართლეები? საიდან უნდა ვიცოდე, ყველას უნდა ვიცნობდე? აუცილებლად. ზია მიცოდა. ეზელმაც იცის. ამ კვირაში ჩვენ სოფიაში მივფრინავთ. შენ ჩვენი წარმომადგენელი იქნები. საიმედო კაცი გჭირდება. რასაც ეზელი აკეთებდა, იმის გაკეთება მეც შემიძლია. ვინმე სამაში ეჭვეპარება? ეჭვი გვეპარება. ჩუმად. მოდი დავმშვიდეთ. და წყნარად ვილაპარაკოთ. ალი თუ ჩვენთან ერთად ეზელი არ იქნება, ყვავს ვინმე საქმიან სამყაროში? მაგალითად, ყვავს ხატვარი მეგობარი? ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ? ყავს ნაცნობები. მეც ყავს ასეთი ხალხი გარშემო. ისეთები როგორიც ზია იყო აღარ არიან. ისეთი როგორიც ეზელია, შენ ვერ იქნები. როგორც ეზელს უყურებენ, შენ ისე არ შემოხედავენ. თავიდან ნუ იწყებთ ეზელზე ლაპარაკს, მე ყველაზე ერთგული ხალხი მყავს. მტერს მისი ეშინია. ჩემიც ეშინიათ. ალი მარტოხის ყველას ეშინია, ახლოს ვერ მეკარება ვერავინ. მაშინ ჩვენ როგორ მოვედით? ჩვენ როგორ მოვახერხეთ ეს? როგორ ვედავთ შენთან ასეთი ტონით ლაპარაკს? ალი მარწუხო, მიპასუხე. ამის უფლება არ გაქვთ. გვაქვს. იმიტომ რომ როგორც კი იარაღს ამოიღებ, უცებ იქვე ხალხი გამოჩნდება, რომლებიც უფრო დიდი იარაღს ამოიღებენ. ასეა ძმაუალი. თქვენ რა ჩემს სახლში მახე დამიგეთ? არავით არ იმახე. არ გესმის რა ხდება? ჩვენ შეგამოწმეთ. მართალია. შვილო, ჩვენ არ გვინდოდა შენი შეწუხება. შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მაგრამ ვერასოდეს ვერ შეცვლი ეზელს. შენ ვერასოდეს გაივლი რამიზის კვალზე. ჩვენი აზრით შენ არაკომპეტენტური ხარ. მაპატია ამისთვის. შევძლებ. მე ყველაფერს გავაკეთებ. ყვირილით ვერაფერს მიაღწევ. თუ გკითხავ ჯიბეში რამდენი ფული გიდევს, მიპასუხებალი? როგორ მელაპარაკები? როცა ეზელი ახალგაზრდა იყო ისეთებს როგორი ჩვენ ხარ. დაამთავრე. მიდი. ყველანი გაგიჟდით არა? ჯიბიდან ფული ამოიღე. იმას სერიოზულად ამბობ? ამოიღე. Doksan. 90. 120. 120. რამდენი? 140. 140. 190. 190. ახლა გიწადით აქედან. ნე. რა იყო? 120, 140. 120, 140, 160, 180. აი 180. მოიპოვე ხმის უფლება. თუ რამე ისე არ წავიდა, შეგიძლია ჩვენთან მოხვიდე. ჩვენ შენ მიგიღებთ. დავითვალე. ეს სწორად დავითვალე. ალი, ჩვენ შენ დათვლა გაიძულეთ, არაფერი არ გამოგივა. ეზელი გინდოდათ? შენ აქ იყავი? მე გჭირდებით? ჩვენამდე ხმები მოვიდა და კიდევ ერთი ჩემგან წამოვა. ისვრი? მიდი ისროლე. არა აცილებ. მაგრამ თუ აცილე, პასუხის გაცემა მოგიწევს.
ძმებმა კარაკაიებმა ააცილეს და შენც მათ ბედს გაიზიარებ. ალის გამოცდა გადაწყვიტეთ? ახლა ჩვენ გამოგცდით. ეს ძიეს საჩუქარია. აბაჯიბეები ამოიტრიალეთ. შენ ჯიბეში რუკა გიდევს. ალის შემდეგ ტერიტორიების გაყოფა გინდა. ამიტომაც მოხვედი. ალის საქმის ხელში ჩაგდება გინდათ? ასე არა? ასეა? ეზელ. შენ მეგობარო. შენ ჯიბეში მომზადებული სიტყვა გიდევს. შენ კარგად გადაგიხადეს. შენ მართავ მოლაპარაკებებს ყველას მაგივრად. ნერვიულობ. შენ ხომ ასეთი შანსი მოგეცა? მართალი ვარ? გეკითხები. მართალი ვარ? მითხარი. თქვენ ეზელი გინდოდათ? იცით რას უზამს ეზელი მოღალატეებს თუ დაბრუნდება? მე რა მაქვს ჯიბეში? შენ ჩემთვის არ გითქვამს. შენი ჯიბეებიც არიელია, ისევე როგორც თავი და გული. შენ იდიოტი ხარ. მოღალატე და აგენტი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ შენ არაფერ დარღილ ხარ. დღეს აქ ხარ იმიტომ, რომ ამბავი მოგეტანა. ეს ამბავი კი მისგან გაიგეთ. ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რას იზამდა ეზელი? ის რომ ახლა აქ იყოს. ყველას ნაკუწებად გაქცევდათ. ასე გიყვართ ეზელი? ასე გინდათ რომ დაბრუნდეს? ასე გჭირდებათ ეზელი? გინდათ რომ დაბრუნდეს? აი ეს გინდოდათ? აი ეზელი დაბრუნდა. დაბრუნდა. ის აქ არის. დაბრუნდა. ეზელ, საკმარისია. გეყოფა ეზელ, მოკლავ გაჩერდი, საკმარისია. გეყოფა. ეზელი რომ აქ იყოს, ახლა გესმით როგორ მოიქცეოდა. კიდევ გინდათ რომ დაბრუნდეს? კიდევ გინდათ? წადით აქედან. მე ეს არაფერში არ მინდა. არაფერში მჭირდება, ვერ ხედავ ამას. მაგრამ ეზელი რომ არ იყოს, შენ რა მოგივიდოდა? ვის ვატყუებ ძმაუვალე? არ შეიძლება ომერის დაბრუნება. არ შეიძლება მშობლების გვერდით, სახლის ყიდვით და ჩემი ნივთების განადგურებით ომერის დაბრუნება. ეზელი ჩემშია და ის არ მიდის. ეყოფა უკვე twini გამომიჭედე. ეზელი, ეს ხომ უბრალოდ მიზეზია. ეზელი აღარ არსებობს. ეს უბრალოდ შენი სიჯიუტის ბრალია. მან შენ ახლახან გადაგარჩინა. გონია ამ ბებრებს ვერ გავუსწორდებოდი. ეს არაფერ შუაშია. შენ თვითონ მოგინდა მათთვის პასუხის გაცემა. ძმაუვალი, გთხოვ, შენ მაინც გაჩვენდი. ომერი გინდა იყო? მაშინ იყავი, გახდი ომერი. გონია ეს ასეთი ადვილია? არ არის საერთოდ ადვილი. სახლში ჩემი შვილი ტირის, ეს ადვილია, კაცის მოკლა უფრო ადვილია, ვიდრე მისი დამშვიდება. ალი, ნახოთ შენ როგორ მიხედავ ამ საქმეს. იბრძოლე შენი შვილისთვის. შეძლებ ერთი სახლიდან მეორეში გადახვედი და გონია ეს ადვილია. წადი იყიდე სახლი და იცხოვრე. მიდი. როგორ ფიქრობ, მე არ მინდა ეს? არ მინდა? მაშინ იბრძოლე, იმოქმედე. ნამდვილი ცხოვრება სათამაშო მაგიდას არ გავს. გახდი ომერი, დურსუნი, ვინც გინდა ის იყავი, გეყოფა. გათავისუფლდი წარსულისგან. რაც არ უნდა გერქვას და ერქვი რამე და იცხოვრე შენი ცხოვრებით. როგორ? აი ესე. მომეცი ბავშვი. მომეცი. გამომართვი.
გამომართვი ბავშვი დაიჭირე. შეგეშინდა? რომ დაგივარდეს რამე რომ მოვიდეს? გამომართვი, ბავშვი გამომართვი. ომერს ნუ აბრალებ. ომერი არაფერ შუაშია, შენ თვითონ გეშინია ცხოვრების გაგრძელების. არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. 14 წელი გავიდა, დავიღალე, უბრალოდ აღარ მახსოვს ეს როგორია, გაიგიალი. უნდა გააკეთო. ეს იგივეა როგორც ამ ბავშვის დაჭერა. გადასახადების გადახდა, დივანზე წამოწოლა, როგორც დილით ადგომა და სახლის საქმის მოგვარება. ჩვენ კენანი მოვკალით და რა მოხდა? არაფერი. აი ვნახოთ როგორ მოულის შვილს, რას ეტყვის სახლში გვიან მოსულ ცოლს, რომელიც თავს არ განებებს. მომეცი. წადი და შენი შვილი დაიბრუნე. გინდა ომერი იყო. წადი და ომერის შვილი დაიბრუნე. რას მიყურებ? აი ასე. თუ ვერ გაიხსენებ ვინ ხარ მაშინ სულ ასე გაბრაზებულმა იარე. მომთას. ომერი დიდი ხანია არ მოსულა. უკვე ვბრაზობ მასზე. საქმეები აქვს მელიხა. რა უნდა იყოს ოჯახზე უფრო მნიშვნელოვანი? ნაწყენი ვარ მასზე. უთხარი მოვიდეს. 5 წუთით მაინც. ვეთყვი მელიხა. მის გასახსენებლად შენს წარსულს ეძახი. იყიდება. იმისთვის რომ გაიხსენო, შენ გაურბი ხარ საკუთარ თავს. და მალე ხვდები რომ ერთ ადგილს დგებნი. იმ ადგილს სადაც შენი ბავშვობა, ახალგაზრდობა და ბედნიერება მოკალე.